ქალაქში სრული სატრანსპორტო კოლაფსი არის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, იმის გამო, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის მერიამ ახლა ბაგებში წყნეთის გზატკეცილზე სრული კოლაფსი არის და ავტომობილები ვერ გადაადგილდებიან. ადამიანები კი საათობით დგანან საცობში და ისინი ვერ გადაადგილდებიან წინ, რადგანაც საერთოდ არ არის მოძრაობა და სრული უმოძრაობა არის ბაგების ტერიტორიაზე. იმის გამო, რომ გზა არის გადაკეტილი მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოლოყაშვილისა და წერეთლის გზების რეაბილიტაციის გამო მოსახლეობას უწევს გამოიყენოს ახალი ხიდი, ახლად რეაბილიტირებული ახალი ხიდი, თუმცა ხიდმა გამტარი უნარიანობა ვერ გაატარა ამდენი ნაკადი და შესაბამისად ახლა ძალიან ბევრ ადამიანს შეექმნა პრობლემები. ჩვენს მიერ ჩაწერილი მოსახლეობამ უпростоრად ვიდეოები, რომელიც ადგილიდან ვრცელდება, ცხადყოფს იმას, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვები ვერ მივიდნენ სკოლებში, მათ შორის ვერც მასწავლებლებმა მოახერხეს სამსახურში მისვლა და ცხადია ვერ მოახერხეს სამსახურში და სხვა ტერიტორიებზე გადაადგილება ადამიანებმა, რომლებსაც სურდათ, რომ დღეს ბაგების ტერიტორიიდან გასულიყვნენ ამ პირიქით შესულიყვნენ ბაგების ტერიტორიაზე. შესაბამისად სრული უმოძრაობა არის, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, როგორც ჩანს, მოსახლეობამდე ამ განცხადებამ ვერ მიაღწია, რადგანაც საცობში მყოფი ადამიანები აცხადებენ, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყებოდა მიმდებარე ტერიტორიაზე და შეიქმნებოდა ასეთი დიდი საცობი. მათ შორის გათიშული არის ტაბლოები, საინფორმაციო ტაბლოები, საქალაქო ტრანსპორტი, შეფერხებით გადაადგილდება ცხადია. ადამიანები ჩამოდიან მიკროავტობუსებიდან და ავტობუსებიდან და ფეხით გადაადგილდებიან. ამის კადრებიც ასევე ვრცელდება სოციალურ ქსელში ადგილიდან და მოსახლეობის დიდი ნაწილი ირჩევს, რომ როგორმე მოძებნონ ადგილი, დააყენონ მანქანები და მანქანების ნაცვლად ფეხით გადაადგილდნენ. რაც შეეხება ინფორმაციის ვერ მიწოდების გარდა, ასევე გადაკეტილი გზის ტერიტორიაზე დღესდილით არ იყო საინფორმაციო ბანერები, თუ რა მიმართულებით იყო მოძრაობა შეზღუდული და საინფორმაციო ბანერები, როგორც მოსახლეობა აცხადებს, ძალიან ცოტა ხნის წინ გაჩნდა გადაკეტილ ტერიტორიაზე. დავწავეთ 25-ზე და ის მერე ვიბარდა. ესაცოა. და საით მიდიოდით? აგერ ცხოვრობ აქ. ვაკეში ანუ. არ იცოდით რომ გზა გადაიკეტება. როგორ ფიქრობთ, სად უნდა მიგეხოთ ეს ინფორმაცია? არ ვიცი, კონკრეტულად ან მესიჯი გამოიწევ, საერთოდ გამოიწევ, საერთოდ უკვე გადაიქცილი იყო და თან ის არ ვიცოდი გზასაც. წავსულიყავთ რომელი იყო ჩვენი გზა, რომელი არ იყო. და 2 საათია ბაგებში ხართ, ასე გამოდის, ხო? იქიდან წამოვედი, ან პავლოვზე დავტოვე ბავშვი და იქიდან მოგვარე, რომ წამოვსულიყავ, მე თქით მაინც არ იქნებასაც. და აქ რო გადაკეტილია საერთოდ იცით? ხოდა ეს ბავშვი სახში ვერ მიდია. რა ხდება და აბსოლუტურად პარალიზებულია გზა. აბსოლუტურად. საცობი ათია, საცობი რომ მოძრაობ მაინც რაღაცას. ანუ აბსოლუტურად გავართ. აი ხო დამჭირდა საათი ნახევარია ზუსტად. ალბათ 40 მეტრია თავმოყრილი. დილას ბავშვი დავწოვე სკოლაში და ხო ვეღარ მივდივარ სამსახურში, ანუ აბსოლუტურად პარალიზებულია. ხო შეიძლება რაღაცა ცოტა დააყოლო თუ არა, ვიცი, ანუ სკოლებია, რამდენი კერძო სკოლაა ბაგებში. ყველა მაინც მოდის აქ, რომ დავშევი დატოვო სკოლაში. იქიდან ამბობდი, მაშინ იწყებოდა, იქიდან ამბობდი, ავედი. ზემოდან მე მოვდივარ ახლა ზემოდან, მე იქ ვაღარ უშვებელ, მოვდივარ უკან. Without any information or anything. It's 2.5 hours. This is ridiculous. სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის ნომერ 6 ტერიტორიამდე მონაკვეთს და როგორც მერია აღნიშნავს, ამ მონაკვეთზე დაინიშნება სპეცავტობუსი, რომელიც წყნეთის გზატკეცილის ნომერი 6-დან დელისის მიმართულებით წაიყვანს მგზავრებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 თვის განმავლობაში არის დაგეგმილი და დღეს დაიწყო და დღეს უკვე ქალაქში არის კილომეტრიანი საცობი.